სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან პრაქტიკულია და ძალიან საინტერესოდ გაცემს ჯონ მაკარტური პასუხს. ეს ეხება მამას, რომელიც განიცდის ქალიშვილის მომავალს. არდა ეს ქალიშვილი 4 წლის არის ჯერ, მაგრამ ეს არის მე მგონი ან კორეელი, ან ჩინელი, ჯეიმს ჩანგი. არ არის გამორიცხული ორივე, იმიტომ გვარები ხშირად ახლოს არის ხოლმე კორეული და ჩინური. ვიცი რომ ბევრი კორეელები არიან, მაგრამ ასევე ჩინელებიც დაამოვრალდნენ კალიფორნიაში. ამ დროს არ არის გამორიცხული ეს ჩინელიც არის და ისინი ძალიან განიცდიან ოჯახის მომავალს. მე მახსოვს ჩემი თანამშრომელი მეუნებოდა, რომელიც ჩინეთში ასწავლიდა და ძალიან ბევრი რაღაც ნიუანსები კულტურის შეისწავლა. ინგლისურს ასწავლიდა ის უკვე პენსიაში გასული კაცი იყო. ჩვენთანაც მუშაობდა დაცვის სამსახურში და მან ესეთი რაღაცა თქვა ჩინელებზე, როგორი საოცარია, როცა ჩამოდიანო კანადაში, ხო, ყოველთვის სახლს ირჩევენო, სადაც არის სკოლა და კოლეჯებიო, ახლოსო. ჯერ ქირაზე და მერე ყიდვაც თუ არის. და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენო განათლებას. რომ ახლოს იყვნენ და ტრანსპორტირება არ მოუწიოთ განამარტო ეკონომიურად, ასევე ბავშვთან ვისთან ექნება ურთიერთობა და ამის მომსწრე მე თვითონა ვარ როგორ ტირიან ხოლმე ზოგჯერ მშობლები, როცა აცილებენ მე როდესაც მიყავს ჩემი კომპანია ძირითადად ჩვენ ვსახურობთ სტუდენტებს, რომლებიც ქალაქ გარეთ არიან უნივერსიტეტებში დაკავებულები და ყველაზე მეტად რომელი მშობლებიც აცილებენ ეს არის ინდოელი და ჩინელი მშობლები შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზრდასრულები არიან. ამ ანალოგიურს იშვიათად თუ ნახავთ ანგლო-საქსონში, იცით მაინც თავის ქვეყანაში არიან და ესენი ყოველთვის განიცდიან შაბათ-კვირამდე ვერ ნახულობენ ხოლმე. ზოგი ყოველდღე მოდის, მაგრამ ბევრი რჩება ხოლმე იქ. და ესეთ იმას მე ვარ შესწრებული. ჯერჯერობით ეს საოჯახო ოჯახური ინსტიტუტი, ხო, მუსლიმანებიც მინახია, მაგრამ ისი არა. მუსლიმანებიც ხოთაშორის ძალიან ბევრია სტუდენტები, მაგრამ აი ეს დაკვირვება მუსლიმანებზე არა ეთყობა, რომ უფრო სიამაყე მოქმედებს, არ ვიცი. ძალიან ბევრი ჩადრ მოხურული, ну რა თქმა უნდა, თავსაფარ მოხურული მუსლიმანები ძალიან ბევრი ახლა სტუდენტები, მაგრამ მე არ მინახე, არ შევსწრები ვარ, უფრო ისინი ისე არიან. და ინდოელები მინახია კიდევაც, რო აცილებდნენ და მე შემომჩივლებენ ხოლმე რაღაცნაირად შემომხედავენ, რომ უსაფრთხო წავიყვანო ეს ბავშვები და ჩინელებიც ესევე არიან. აღარ ვაგუფელა აეროპორტში და იმაში რო აცილებენ. მე ვლაპარაკობ აი სტუდენტებს რო აცილებენ იმაში. ხო და ეს პიროვნებაც ახლა გაუგე მეც ამას, როდესაც ამერიკაში, უცხო კულტურაში ესეთი პრობლემა აწუხებს. აი მოდით მოვუსინოთ ახლა ჯეიმს ჩანგს. სალამი პასტორო ჯონ, მე ჯეიმს ჩანგი ვარ. მე და ჩემი ოჯახი გრეისის თქვენს ეკლესიაში დაახლოებით 5 წელია უკვე ვართ. ეს არის საოცარი დრო და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ჩემი ოჯახის სახელით თქვენი მსახურებისათვის. და მინდა რომ გადმოგცემთ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. გმადლობა, ეუბნება ჯონ მაკარტური. მე მყავს 4 წლის ქალიშვილი და ამ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი. რისაც მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვლოცულობთ ხოლმე. და გვაინტერესებს თუ რა კითხვები ან როგორ შევარჩიოთ მომავალი დაუშვათ ჩვენი ქალიშვილის საქმრო, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თქვენ ქალიშვილი სახლში მოიყვანდა. როგორ შეიძლება თქვენ რაღაცა გამოიცნოთ თუ როგორი არის ეს პიროვნება და სწორ პიროვნებასთან აქვს თუ არა ურთიერთობა. აქ თუ არა მას ღმერთთან ურთიერთობა, როგორი კითხვებით შეიძლება მას მიუდგეთ და დაუსვათ. მადლობა ამ კითხვისათვის. ეს კითხვები ჩემთვისაც ნაცნობია, მეც დამიცვია ესეთი კითხვები, მაგრამ ერთ-ერთი რამ ჩვენი ოჯახის დიდი კურთხევა იყო ის იყო, რომ ყველა ჩვენი შვილი, ვინც დაქორწინდა თავიანთ ქმრებზე და ასევე მოიყვანეს ცოლები, ესენი მათი ცხოვრების ნაწილი იყვნენ ჯერ სკოლის პერიოდში, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ ისინიც და შემდეგ კოლეჯშიც მათ გააგრძელეს ურთიერთობა. ამიტომ დროთა განმავლობაში ის ერთად ჩვენთან გაიზარდნენ. ასე რომ ჩვენს ოჯახში ისინი უკვე უცხოები არ იყვნენ. და ასეთი არის ფონის პრინციპი. თქვენი შვილები თავიანთ მეგობრებზე დაქორწინდებიან. ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის გააკონტროლოთ
თუ ვინ არიან მათი მეგობრები. კარგით? მე და პატრიცია, ჩემი მეუღლე, სრულიად ვიყავით გადადებული ამ საქმისათვის. გავლენის თვალსაზრისით, რომ მათზე გავლენა არ მოეხდინა უცხო გარემოს. ჩვენ ძალიან გვაღელვდა, როცა ისინი პატარები იყვნენ, საშუალო სკოლის მოწავლეები და რომელს ასაკშიც არ უნდა ისაუბროთ, ჩვენ გვაინტერესებდა ყოველთვის თუ ვისთან ატარებდნენ ისინი დროს. რადგან ვიცოდით, რომ ისინი უფრო მეტად მიიზიდავდნენ მეგობრების ქცევას, გააღრმავებდნენ მეგობრობას, დაიწყებდნენ მომავლისათვის თავიანთი არჩევნის გაკეთებას ზუსტად ამ მეგობრების წრიდან. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების დაკვირვება და განშა. ეხლა არ მინდა მე ყველა ოჯახური საიდუმლოს გამხელა, მაგრამ მახსოვს, როგორ ჩამოუჯექი მე სასწავლზე ჩემს ერთ-ერთ ვაჟს და ვეუნები. შენ აღარ მოგეცემა უფლება, რომ ეს ახალგაზრდა ქალბატონი ნახომეთქი. და ეს იყო კაცრი ხაზის გავლება. ეს იყო გარკვეული გილიუნტინა ამ ურთიერთობაზე. მე ჩამოვაგდე გილიუნტინა. ანუ უთხარი, რომ მოეკლა ეს ურთიერთობა. და ეს იყო დიდი ხნით ადრე, სანამ ეს მათი ურთიერთობა ქორწინებამდე გადაიზრდებოდა. და ეს იყო მიმართულება. ურთიერთობის სადამდე მიდიოდა ეს მეგობრებთან. და მერე ეს მეგობრობა გადადის უკვე პარტნიორობაშიც. აი ეს იყო ჩვენი რაღაცა ამოძრავებელი კომპასი ერთგვარი. ამიტომ ვფიქრობ, საუკეთესო რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არა კითხვების სერია, არამედ ძალიან ფრთხილად დაკვირვება იმის შესახებ, თუ ვინ არიან მათი თანამოაზრეები და ვინ არიან მათი მეგობრები. ვისთან აქვთ მათ ურთიერთობა. და რასაც თქვენ ასწავლით, აუცილებლად ეს ცოდნა მიიზიდავს ზუსტად იგივე მეგობრებს. და თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, რათა დაეხმაროთ მათ ამ გზაზე, რომ მიიზიდონ სწორი ტიპის ნივთები და ურთიერთობები. რაც ნიშნავს კარგი ჩამოყალიბებული პიროვნების ადამიანებთან ურთიერთობას, სულიერად ერთგულ ურთიერთობას. ისეთი ადამიანები, რომლებიც ღმერთთან მიმართებაში იგივე აზრს ატარებენ, რასაც თქვენი ოჯახი. ეს არის საუკეთესო რისი გაკეთება თქვენ შეგიძლიათ. კარგით? გმადლობთ პასუხისათვის.